ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. სულ რაღაც 5 წელიწადში საქართველოში C-ჰეპატიტი აღარ იარსებებს. ასეთია მიზანი იმ პროგრამისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ ახლახანს დაიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი შეძლებს რომ გამოჯამრთელდეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუმართლა რომ ამ პროგრამაში ჩაერთო. გეთანხმები ნინო. ჯერ ერთი კარგია ის, რომ C-ჰეპატიტის კურნალობის პროცესი ახალი წამლის წყალობით უფრო გამარტივდა შედარებით, აქამდე ეს პროცესი ძალიან რთული და გაუსაძლისი იყო, შეიძლება ითქვას. და მეორე, ახალი წამალი სოფოს ბუვირი იგივე სოვალდი გაცილებით ეფექტურია. წინასწარი მონაცემებით საქართველოში 200,000-ზე მეტი ადამიანია C-ჰეპატიტით დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემი აზრით C-ჰეპატიტის აღმოფხვის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა, რაც ქართულ ჯანდაცვას ბოლო დროს გაუკეთებია, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ რატომღაც სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ყველაფრისგან. გეტყვი, მართლაც ბევრი ადამიანი ზოდა ეჭვით უყურებს ამ ყველაფერს, მე ესეთი ტექსტებიც გამიგია პირად საუბარში, რომ ეს წამალი ექსპერიმენტულია, ჩვენზე გამოცდას ატარებენ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ არავის გამოსაზრდელად არ ვჭირდებით. საქმე ნამდვილად სულ სხვაგანად არის დათო, მე პირადად მისაუბრია უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ. შემიძლია დანამდვილებით თქვა, რომ სოფოს ბუვირი არ არის არანაირად ექსპერიმენტული პრეპარატი. ის უკვე არაერთგზის გატესტილია სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში მას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ღებულობს კურნალობის მიზნით. უბრალოდ ამ წამლის მოხმარება საქართველოს შემთხვევაში უფრო სისტემური ხასიათის იქნება და საქართველოს იქნება მართლაც და მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება რომ სოფოს ბუვირმა სრულად გააქროს ქვეყანაში C-ჰეპატიტი. ახლა დროა სტუმარს ვთხოვოთ სტუდიაში. ძალიან გვიამაყება რომ ეს ადამიანი დღეს ჩვენთან ექიმებთან მოვიდა სტუმრად. მიესალმეთ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავი, ცნობილი ბანი და C-ჰეპატიტის პროგრამის მხარდამჭერი ბატონი პაატა გურჭულაძე. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ დღეს. მე შემოგთავაზებთ ბახმაროს წყალს. ჩვენთვის როგორც გითხარით, დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ჩემთვის არის დიდი პატივი და სხვა შორის მე ძალიან ვარიდებ ხოლმე თავს ისეთ პროგრამაში მონაწილეობისთვის, რისი პროფესიონალიც მე არ ვარ, მაგრამ დღეს სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან კეთილშობილი გადაცემაა და ზუსტად თემაც ისეთი. როგორ გზნობთ თავს? ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით ბატონო პაატა? არა, ნამდვილად. ჯანმრთელობას ეს არ არის ჩემი მოსვლის საქმეზე ნამდვილად. ძალიან კარგი. დღეს ჩვენ C-ჰეპატიტის აღმოფხვის პროექტზე ვსაუბრობთ. გავიგეთ, რომ თქვენ ძალიან გულშემატკივრად ბატონო პაატა ამ პროგრამას და რა ინფორმაცია თუ გაქვთ თქვენს მხრივ ამ როგორ არ უნდა უშემატკივრო, როდესაც მართლა ხვდები, რომ რაღაც სასწაული ხდება. სასწაული ხდება იმ მხრივ, რომ მაინც და მაინც საქართველოს მოხდა აი ამ პროგრამაში და ვარ ჩვენ მაინც და მაინც გამორჩეული, რომელსაც უფასოდ აბსოლუტურად მე თუ არ ვცდები მოკლე კურსი რაღაც 82 თუ 83,000 დოლარი ჯდება მისი მკურნალობის 85-მდე ჯდება და გრძელი კურსი კიდე ჯდება 102 თუ 103,000 დოლარი და აი ეს კაპიქს ვარ იხდეს ადამიანი და იკურნება. ჯერ შეიძლება გადაიხადო, მაგრამ ჯერ რომ გამკურნონ ისეთ დიდი საქმეა. თუ ეს აღმოიფხრება მართლა და მე მჯერა უკვე ისე დაიწყო ეს რომ აღმოიფხრება ვქნებით სოფლიოში ერთი უბედნიერესი არის მე მგონი. ამისთვის ზუსტად 5 წელია საჭირო საქართველოს C-ჰეპატიტის გარეშე გამოვაცხადოთ და იმედია ჩვენც გავაკეთებთ ამ დროს გადაცემას საქართველოს C-ჰეპატიტის გარეშე. თქვენ თუ გაქვთ შეხება ვინმესთან, თქვენს გარშემო თუ არიან ადამიანები, ვისაც აქვს ეს პრობლემა დაავადებულია C-ჰეპატიტით. რომ მე კახეთიდან ჩემო უახლოესმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა დახმარება და მთხოვა დახმარება ზუსტად ისე რომ ვინმესთან მივყოლოდით რომ ფინანსური დახმარება ყოფილიყო ამისი რომ ის მორჩენილიყო. მე რატოღაც მოვკარი ყური რომ აი ეს C-ჰეპატიტის წინააღმდეგ ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს ჩვენ და თავარია რომ ეს საქმე მართლა ბოლომდე მივიყვანოთ და ისეთი ქვეყნები როგორც ჰოლანდია მაგალითად იმაზე არ ოცნებობენ რა თქმა უნდა რომ უფასოდ მათ უმკურნალოს ეს C-ჰეპატიტი, მაგრამ უნდათ რომ 20 თუ 30% თვალსაჩინო კონდეთ მას და ჯერ მათ ეს ვერ მიაღწიეს. ჩვენთან აი ესეთი რაღაც კარგი რამე ხდება. თითქოს დაუჯერებელია, რა იმდენად კარგი რაღაცა ხდება. აი მე მაგალითად იმიტომ მოვედი აქ რომ მართლა დაუჯერებელია სასწაულის დონეზე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რატომ მოხდით მაინც და მაინც ჩვენ. საინტერესოა ზუსტად რა ეტაპზეა პროგრამა და როგორ მიმდინარეობს წამლის მიღების პირველი კვირები. ამ კითხვებზე პასუხის მოსასმენად მოდით კიდევ ერთი სტუმარი მოვიწვიოთ სტუდიაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელია. მოგესალმებით ბატონო ვალერი.
წყალი, იქნებით მეტად ჯანმრთელი. ვიცით რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიწყეს უკვე სოფოს ბუბირის იგივე სოვალდის მიღება კურნალობის მიზნით. მოგვიყევით რა ხდება და როგორ მიმდინარეობს კურნალობის პროცესი. ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, რომ ესეთ კარგ გადაცემას აკეთებთ. მადლობა ბატონ პაატას. დაიწყო ეს პროცესი. უკვე 32 პაციენტი ღებულობს პრეპარატს. მათი მდგომარეობა ღვთისმსალობით კარგია და ეჭვიც არ გვეპარებოდა რომ კარგი იქნებოდა. პრეპარატი არის გამოცდილი ძალიან ბევრ ქვეყანაში. სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ცეგებად დაავადებული ადამიანი ბედნიერია, როცა ღებულობს ამ პრეპარატს, თუ აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ საუბედუროდ ბევრს არ აქვს ამის შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. რა განსხვავება ამ კურნალობას შორის და ინტერფერონის კურნალობას შორის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსხვავება დიდია და ეს უკვე დამტკიცებულია. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ამ პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები ფაქტიურად. ინტერფერონის და სოფოს ბუბირის მოქმედებაში ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ინტერფერონი ზოგადად იმუნიტეტის ამაღლების ხარჯზე ამარცხებს ვირუსს, რომელიც ორგანიზმში არსებობს და ამიტომ აქვს მას ამდენად ბევრი გვერდითი მოვლენა, რომ დიდ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. ხოლო სოფოს ბუბირი მოქმედებს უშუალოდ ვირუსის დნმ-ზე. და აქედან გამომდინარე, მას რა თქმა უნდა, ნაკლები უჩვენებები აქვს. ამის გარდა, თუ ინტერფერონის შემთხვევაში დაახლოებით 55-60% იყო განკურნადობა, სოფოს ბუბირის შემთხვევაში ეს არის 94-95%. ბატონო, წამლების ლიცენზირებასთან დაკავშირებით უამრავი ხმა გავრცელდა, ანუ როგორ ხდება წამლის გაშვება ბაზარზე, რა გზას გადის წამალი მისი გამოგონებიდან თავისუფალ გაყიდვამდე. ამიტომ ეხლა მინდა რომ დარბაზს მივმართო, გთხოვთ მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები და მიპასუხოთ შეკითხვაზე. მითია თუ რეალობა რომ თითოეული პრეპარატი სანამ გაიყიდება და მომხმარებელთან მივა, დაახლოებით 12 წლიან დაკვირვებას და შესწავლას გადის. ეს შემთხვევაა, როცა დარბაზის უმრავლესობა მართალია და ეს რა თქმა უნდა რეალობაა. ანუ მაგალითად რო ავიღოთ სოფოს ბუბირის პრეპარატი, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, 12 წლიანი ეტაპი გაიარა იმისთვის, რომ მასზე მოეხდინა დაკვირვება, შეესწავლათ და ამ ხნის განმავლობაში ის დაახლოებით 3000 ადამიანზე გამოიცადა. და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის ლიცენზირებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. ჩვენ სხვათა შორის სტუდიაში გვყავს ადამიანი, ვინც ახალი პრეპარატით უკვე მკურნალობს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საღად და ჯანმრთელად გამოიყურება. გთხოვთ მიესალმოთ და გაგვეცანით თუ შეიძლება. მოგესალმებით, მე გახლავართ თემურ რადიანი. მე ჩემ თავს უფლებას მივცემ და ჩემი მეგობრების და იმ ადამიანების სახელით, ვინც დღე-დღეზე ელოდება ჩართვას ამ პროგრამაში და შემდგომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოში მიიღეს მონაწილეობა. შეიძლება მოგვიყევით, რამდენი ხანია ავადახართ ამ ცეჰეპატიტით და რა მოხდა, როგორ დაინფიცირდით? სადღაც 2007 წელს აბსოლუტური ნაღლის ბუშტის პრობლემა მქონდა და სულ შემთხვევით მოხდა ამ ვირუსის დადგენა. თქვენ გამოცდილი პაციენტი ბრძანდებით, ასე ვთქვათ, ცეჰეპატიტთან მიმართებაში, თქვენ კურნალობდით ინტერფერონით თავის დროზე და ეხლა მკურნალობთ სოფოს ბუბირით. თუ შეიძლება რა უთხრათ საზოგადოებას, მაყურებელს, რა განსხვავებაა ამ ორი პრეპარატის მკურნალობას შორის? გამოცდილი მაქვს 2 წლის წინათ რიბავერინისა და ინტერფერონის, ასე ვთქვათ, მოქმედება. ფაქტიურად არ იმუშავა იმ პრეპარატებმა. შეგრძნება მქონდა რომ ცეცხლი მეკიდა ტვინზე რა. ეს მიმდინარეობდა 3 თვის გამო. აი არაფერს არ ვაჭარ. გასაგები ეხლა ეს არ არის მარტივი პრეპარატი, ეხლა თქვენთუნაც იცით ეს სოფოს ბუბირი. მაგრამ ნუ რასაც ხედავთ ესე ვარ. ცეცხლი არ გიკიდიათ ახლა. ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ როდესაც დაამარცხებთ ვირუსს და ეს მალე მოხდება, კიდევ ერთხელ მოხვალთ ჩვენთან სტუდიაში. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. გამოკვლევებშიც ძალიან სერიოზულად ღებულობს მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მერიამაც კარგი ინიციატივა გამოიჩინა და 30% წინ აფინანსებენ. ფაქტურად გამოკვლევები სოციალურად დაუცველებისთვის უფასო გამოდის. სხვა კატეგორიისთვის 10% აქვს ხოლმე გადასახდელი. ამიტომ პრინციპში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ აქვს იმისა, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ბატონო, დიდი მადლობა, რომ ცეჰეპატიტის პროგრამას ასე აქტიურად უჭერთ ხარს და სხვა შორის დღეს არის თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამაში ხო არ დაგვიჭერთ ხარს ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას. სიამოვნებით ვიტყვი, რომ მე ვარ თამბაქოს დაუძინებელი მტერი. დიდი ხანი ვეწეოდი ძალიან თამბაქოს და ვიყავ ძალიან დიდი მწეველი ვიყავი. მე დღეც კი მახსოვს, უძის დავანებეთ თავი, ეს იყო 93 წლის 28 იანვარი. რას დაუკავშირეთ ეს?
თავისთავად უბრალოდ აღარ შემელო მეტი მოწევა. ოკეი, ვიხჩობოდი და მაგას. მამა ჩემი გარდამეცვალა 72 წლის ასაკში. ის რო სიგარეტს, ის თამბაქოს რო არ ეწევოდა, ის დღესაც ალბათ ცოცხალი იქნებოდა, ისე ჯანმრთელი კაცი იყო. მე სადაც კი ვხვდები ჩემ მეგობრებს თუ ახლობლებს, ვინც კი თამბაქოს ეწევა, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ვერ ვწვი მათ და ძალიან ბევრს დავანებებინე თავი. და მე მგონი წარმოუდგენელი რაღაც თვითონ ჩვენ გადაცემის მომზადების პროცესში პროდიუსერთან ერთად და ჩვენც ექიმები დიდხანს ვფიქრობთ ამაზე და ცოტა ვიკამათეთ რა ხა ბატონ ბატას როგორ ვკითხოთ კითხვა იყო აქ ესეთი ეწევით როგორ ვკითხოთ ბატონ ბატას და თქვენ და თამბაქო დაუჯერებელია რომ თქვენ სიგარეტს ეწევოდეთ რატოა დაუჯერებელი? ნუ არ ვიცი ჩვენ პროფესიიდან და თქვენი ხმიდან გამომდინარე ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და უღრმესი მადლობა ბატონი ვალერი მობრძანებისთვის ასეთი სრულფასოვანი ინფორმაციისთვის. როგორი გეშიალები. ხადია რომ C-ჰეპატიტის გაქრობას მხოლოდ წამალი და დაავადებულების მკურნალობა ვერ უშველის. აუცილებელია რომ სხვა ღონისძიებებიც გატარდეს იმისათვის რომ არ დაავადდეს ადამიანი ან და უკვე დაავადებული იქნეს აღმოჩენილი დროულად. კოტა ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სტომატოლოგიური კლინიკების და სილამაზის სალონების შემოწმება. ეს ის დაწესებულებებია, სადაც არასტერილური ხელსაწყოების არსებობის შემთხვევაში C-ჰეპატიტის გადადების საფრთხე მართლა ძალიან დიდია. მოდი ახლა სტომატოლოგიურ კლინიკაში შევიხედოთ. ხშირად ხალხმა არ იცის თუ როგორ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ის ინსტრუმენტები, რომლითაც მას ემსახურებიან, სწორად არის დამუშავებული და დაცული არის თუ არა C-ჰეპატიტისგან. პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს სამ ძირითად ფაქტორს. ერთი, როგორ ხდება მომზადება სამუშაო ოთახის პაციენტის მიღებამდე, როგორ ხდება სტერილობის დაცვა მკურნალობის დროს და როგორ იქცევა ექიმი და ასისტენტი მკურნალობის დამთავრების შემდგომ. პაციენტის მიღებამდე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ოთახის წინასწარი დეზინფიცირება. ხსნარები, რომელთაც მუშავდება სახელურები, ბორმანქანა, სადაც სხვა პაციენტი მანამდე იჯდა, იმისთვის რომ იყოს ეფექტური, 2 წუთი მაინც უნდა გაჩერდეს, რომ ყველა ვირუსი და ბაქტერია აბსოლუტურად გაუნებელყოფდეს და უსაფრთხო იყოს ჩვენი იმ კაბინეტში შესვლა. თვითონ მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ყველა ინსტრუმენტი, რომლითაც ექიმი პაციენტს მკურნალობს, იხსნებოდეს პაციენტის თვალწინ, ანუ იყოს შეფუთული და ავტოკლავირებული, ანუ სტერილური. ასევე ექიმს უნდა ეცვას აუცილებლად ერთჯერადი ხელსაწყმანები, პირბადე, ქუდი. რაც შეეხება მკურნალობის დასასრულს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ქაღალდები, რომელშიც შეფუთული იყო ინსტრუმენტები, გადაიყარა, ექიმმა გაიხადა ხელსაწყმანები და გადაყარა, ასევე ნერწყვ-გამწოვი, პირბადე და ყველა ის ერთჯერადი საგნები, რაც გამოყენებული იყო ჩარევის დროს, ყველა გადაიყარა შესაბამისი ჯგუფის ნაკავში. კიდევ ერთი საკვანძო დაწესებულება, ეს არის სტატუს სალონები. აქაც ძალიან დიდი შანსია, რომ C-ჰეპატიტი დაემართოს ადამიანს, თუ არ არის დაცული სათანადო სტანდარტები. მოდით იმისათვის, რომ მაყურებელმა იცოდეს, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება, როდესაც იკეთებს სტატუსს, გავერკვიოთ საერთოდ თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის სტატუს სპეციალისტი დავითი. დავით, აბა პირველ რიგში გითხარი, ყველაზე პოპულარული რა არის დღეს, რის დაწერას და დახატვას ითხოვს ხალხი? ძალიან ბევრი მოდის სტატუსზე და ყველა განსხვავებულ ნახატებს იკეთებს. მე ერთი იდეა მაქვს, თუ ძალიან უნდა სტატუ, თავისი ჯგუფი და რეზუსი მაინც მიიწერონ, რა თქმა უნდა, შემოწმების შემთხვევაში. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ეგეთი სტატუ აქვს. ჯგუფი და რეზუსი აქვს მიწერილი. მოკლედ, თუ სტატუსზე მაინც მიდგება საკითხი, ჯობია ეს სტატუს სამედიცინო ინფორმაციას ატარებდეს. მე პირადად ძალიან გამიადვილდებოდა მუშაობა კლინიკაში, ემერჯენსი სიტუაციაში, როდესაც პაციენტი მოდის და მაგალითად ექნება სტატუ გაკეთებული, სადაც ჩამოწერილია რა აზია ტიპი ალერგიული. აუცილებლად გავიკეთებ ეგეთ სტატუსს. პენიცილინზე. მოგეწონა, თქო თქვენც ეს იდეა. შემდეგში ალერგია და სისხლის ჯგუფი რეზუსი სტატუსზე. ჩემი მეგობარი ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ ბიჭო, აი, რა ვიცი, ისეთ სიტუაცია რა ხდება, ვისად ისვრის, ვისად ეჯახება, ვერ გავიგებ და შენი ნომერი მინდა სტატუსს დავიწერო და შეიძლება რომ შენთან გამოუშვა? არ არის პრობლემა. ამის ახსნა ხო იცი რა არის? დაურეკეთ რომ გამიკეთოს ოპერაცია. შენ ახლა აგიხსენი, თუ რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როდესაც მიდის პროფესიონალ სტატუს სპეციალისტთან, რომ არ დაგვემართოს სხვადასხვა სისხლით გადამდები დაავადებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, C-ჰეპატიტი. პირველ რიგში, რაც მინდა უთხრა ყველას, რომ სტატუს აპარატი არის აი ესეთი. და არა რაიმე მაგნიტოფონის მატორზე აწყობილი აპარატი ან გიტარის სიმით გაკეთებული ნემსი. ნემსი არის ესეთი ერთჯერადი. ყველაზე ხშირად C-ჰეპატიტი ემართებათ იმის გამო, რომ სტატუსს იკეთებენ ხელნაკეთი აპარატით. ნემსი არის ესეთი. იხსნება თქვენს თვალწინ. ანუ ეს უნდა იყოს ყურადღება მისაქცევი დეტალია, რომ მის თვალწინ უნდა გაიხსნას. აუცილებლად ნემსი უნდა გაიხსნას კლიენტის თვალწინ
და არა უჯრიდან გამოიღოს ხელოსანმა და ის დაგახატოს და ხო და გაწმინდოს სპირტითან სანთებელით იციან ხოლმე. არის ერთჯერადი ნემსის თავები. ამაში გადის ნემსი. ესეც უნდა გაიხსნას საოცრებოდ თქვენ თვალწინ. ანუ არა მხოლოდ ნემსი, ანუ კიდე ნემსის თავი. ეს ორი რამ. კიდევ რამე ხო არ არის ერთი დეტალი, რაც შეიძლება არის ის კლიენტმა და მართლა ყურადღება მისაქცევია, ნუ ხელთათმანები უნდა ეცვა სპეციალისტ გასაგებია, უნდა დაამუშავოს კანის ზედაპირი. კი, რა თქმა უნდა, თმა უნდა მოშორდეს კანს აუცილებლად, სანამ ხატვა დაიწყება, უნდა აიპარსოს თმა, უნდა დამუშავდეს ანტიბაქტერიული საპნით. რამდენი ნიუანსია. და ტატუს გაკეთების შემდეგ უნდა გადააკრა პარკი, იმიტომ რომ ჭრილობა არის გახსნილი 2 საათი, რა თქმა უნდა და ბაქტერია რო არ შევიდეს ჭრილობა. რატო პარკი და არა ნახვევი? ეხლა ჩვენ ქირურგები ვართ და იცით როგორ არის? მაგალითად ზაფხულში პარკს არ ვაკრავთ. ვაკრავთ, აი ასეთ ოფლიანობაზე ხელსაწყენს. კანმა რო ისუნთქოს, მაგრამ ბაქტერია არ მიეკაროს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა დათო, იმიტომ რომ პრინციპში მარტივია ეს ყველაფერი, თუმცა როცა არ იცი, შეიძლება მოტყუდე და C ჰეპატიტის დაემართოს, რა ვიცი, არავის არ უსურვებ ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა აღწერა და სრულად ის დანახვა, თუ რამდენი ადამიანია დაავადებული ამ ვირუსით. ამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ მეხუთე ოჯახთან მიდიან სახლი, utარებენ გამოკითხვას და უღებენ სისხლს C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ. მოკლედ, თუ ახლოს დღეებში კარზე დაგიკაკუნეს და გითხრეს, რომ C ჰეპატიტთან დაკავშირებით არიან მოსულები, ვარს ნუ ეთქვით, ამ გამოკითხვაში მონაწილეობის და სისხლის ანალიზის ჩაბარების გზით თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევაში. ჩვენ ახლა შევეცდებით, რომ წინასწარ შეგამზადოთ და გაჩვენოთ, თუ როგორ მიმდინარეობს კვლევის პროცესი. ერთი ასეთი ჯგუფი დღეს ჩვენთანაც მოვიდა. გთხოვთ მიესალმოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი პაადა იმნაძე და მე და ქალბატონი თამარ მამაცაშვილი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან სტუმრად მოხვედით. ბატონო პაადა, გითხარით თუ შეიძლება რა ეტაპზე არის აღწერის და კვლევის პროცესი და შედეგებზე წინასწარ ლაპარაკი რა თქმა უნდა ძნელი, მაგრამ საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს ამ ყველაფრის თუ შეიძლება ორი სიტყვა. ნუ ამ კვლევის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი ადამიანია ქვეყანაში ინფიცირებული, იმისათვის რომ ელიმინაციის პროგრამა კარგად გაიწეროს, სწორად გაიწეროს, რა რესურსები დაგჭირდება მომავალი 5 წლის განმავლობაში, იმისათვის რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოფხვრათ ეს პრობლემა. თქვენს კარგად მოგეხსენებათ, ვინც იცის რომ ავათარი, ეს არის ერთი ნაწილი, შეიძლება იყოს მცირე ნაწილი იმათი, ვინც ინფიცირებულია, მაგრამ ეს ვირუსი აქვს, მაგრამ არ აწუხებს. ნუ დღევანდელი კვლევა გვაჩვენებს რეალურად დღეს რამდენი არის ინფიცირებული, როგორ დაიგეგმოს პროგრამები. ძალიან საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ, ესე იგი ამ კვლევის შედეგად. ამ კვლევის შედეგად მივიღებთ მართლაც და უნიკალურ ინფორმაციას, რადგანაც კვლევის დროს გროვდება ინფორმაცია არა მარტო თქვა C ჰეპატიტის, არამედ გვეცოდინება თქვა ჩვენი მოსახლეობის სიმაღლე, რა ზომის და წონის ავად ქართველები გავიგებთ და საქართველოს მოსახლეობა, ხო? წნევა, ასე ვთქვათ, როგორ არის გავრცელებული ჰიპერტონია ქვეყანაში, ანუ ძალიან ბევრ კითხვაზე გაგვცემს ეს კვლევა პასუხებს. როგორც ვიცით, ეს კვლევა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის რაღაც ნაწილი, როგორც ვიცით, უკვე მოიცვა ამ კვლევამ, მაგრამ მთელი დასავლეთ საქართველო დარჩენილია, ჯერ არ გადასულა დასავლეთში ეს ჯგუფები. მოდი ახლა გავიგოთ ზუსტად როგორ ხორციელდება ეს კვლევა. ბატონო პაადა, როგორც ვიცით, დაახლოებით ყოველ მე-5 ან მე-6 ოჯახში შედიხართ. ძირითადად ეს შეიძლება იყოს ყოველი მე-6 ოჯახი, ვთქვათ, რომელშიც შეაბლენ მკვლევარები, თუმცა პატარა დასახლებებში შეიძლება ვთქვათ ეს რიცხვი შეიცვალოს. კარგი, მაშინ ავიღოთ აი ხა მე-6 ადამიანი გადავთვალოთ სტუდიაში 1 2 3 4 5 6 და აი ამ ახალგაზრდას ვთხოვოთ, რომ გადმოვიდეს სტუდიის საკეთა მხარეს და მიიღოს ჩვენ კვლევაში მონაწილეობა. გაგოცანით თუ შეიძლება? კოტე ჯანჯღავა. ეხლა პირიქით მოხდა შენ მოხვედი ჩვენ ჯგუფთან, მაგრამ საერთოდ პირიქით ხდება ხოლმე ჯგუფები მიდიან სტუმრად, ასე ვთქვათ, ჩვენ მოსახლეობასთან. ბატონო პაადა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან დიდი კითხვარი გაქვთ იმისთვის, რომ გამოკითხოთ პაციენტები, მაგრამ ნუ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ვთქვათ 4 ან 5 ძირითადი შეკითხვა თუ შეიძლება დავუსვათ ჩვენ პაციენტებს. როდესაც პირველი ნაწილი არის კითხვარის, აქ ოჯახზე ივსება ინფორმაცია. მათ შორის არის, ვთქვათ, რამდენი წევრია ოჯახში. ეს ყველაფერი შედის smartphone-ში ინფორმაცია და smartphone-ი თვითონ ამოაგდებს მე ოჯახის რომელი წევრი მოხვდა კვლევაში. სანამ კვლევაში მონაწილეობას მიიღებს, გაეცნობა ინფორმირებული თანხმობის ფორმას, ხელს მოაწერს ამას. ანუ თანხმობა უნდა განაცხადოს კვლევაში
კვლევაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ იწყება უკვე თქვათ მასთან გასაუბრება ყოფილხარ თუ არა სტომატოლოგთან ან ჩაგიტარებიათ თუ არა სტომატოლოგიური პროცედურა ოდესმე ჩამოთვლილ დაწესებულებებში და არის თქვათ საავადმყოფო სტომატოლოგიური კაბინეტი სტომატოლოგთან სახლში და სხვა არ ვიცი არ მახსოვს სტომატოლოგის კაბინეტში კი ბატონო რამდენი ინექცია გაგიკეთებიათ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში იმუნიზაციის და სამედიცინო ან სტომატოლოგიური პროცედურის წინ ანესთეზიის ჩათვლით სამჯერ ავიღე ვენიდან სისხლი ანალიზების უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში კი ბატონო უკანასკნელი ინექციის გაკეთებამდე დაინახეთ საიდან აიღეს ნემსი და მე პასუხებია ის აიღეს დალუქული შეფუთვიდან ცხელი წყლით სავსე ჭურჭლიდან სტერილიზატორიდან უკვე გახსნილი იდო სხვა ადგილიდან არ ვიცი არ მახსოვს დალუქული შეფუთვიდან უფრო დალუქული შეფუთვიდან ძირს დავარდნილი ხო არა უღია თქვენი ინექციის შემდეგ გადააგდეს თუ არა შპრიცი კი არა არ მახსოვს არ ვიცი არ მახსოვს ნემს რო გაგიკეთებენ კაც ახლა კიდე იმაზე უნდა იფიქროს აწაიღებენ ცოტა ხანში ექიმებში ეს გეცნობა ექსპერიმენტი როგორია ფილტვის კიბოთი ცხოვრება როგორი შეგრძნება ეს ყველაფერი დრო იწელება აბა როგორ გძნობს აი ასეთი არის კითხვები, თუმცა არის შემდეგ რა თქმა უნდა, უფრო სხვა რისკ ფაქტორებზეც კითხვები, მათ შორის არის ძალიან ისეთი ინტრუზიული კითხვები, რომელთა დასმაც, ასე ვთქვათ, მხოლოდ უნდა მოხდეს პირისპირ ინტერვიუს დროს. აი ამ გასაუბრების და კითხვარის შევსების შემდეგ რა პროცედურებზე გადავდივართ? ამის შემდეგ იწყება პაციენტის სიმაღლის გაზომვა, ვთქვათ, წონის გაგება, წნევის გაზომვა და ბოლო ეტაპი არის სისხლის აღება. აი ხავ ზომავთ წნევას რამდენი აქვს წნევა? 117-71. კარგი, წნევა გავიგეთ. შემდეგ კიდე რა მონაცემები? სიმაღლე და წონა. 178 და 2. და წონა 72 კილოგრამს იწონის ჩვენი პაციენტი. ანტროპომეტრიული მონაცემები გავიგეთ. კიდევ რას ვაკეთებთ? ალბათ სისხლის ანალიზი უნდა ავიღოთ, ხო? თანახმაა ჩვენი პაციენტი ამ ყველაფერს? თანახმა. ამ ყველაფერს იმისთვის ვაჩვენებთ მაყურებელს, რომ დაახლოებით შეექმნათ შტაბ-ეშტილება თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც აი ეს მობილური ჯგუფი თქვენთან მოვა. ნუ დაიბნევით შეუშვით სახში ეს თავაზიანი ადამიანები, მოეკეცით კარგად, გაგიზნომავენ წნევას, გაგიკეთებენ ანალიზებს, გაგზომავენ აქწონიან და ერთ სიტყვით ინფორმაციას მივიღებთ თქვენი ჯანმრთელობისა და სხვადასხვა მონაცემების შესახებ და კიდევ ერთი დადებითი რამ, რაც ამ ყველაფერს მოყვება, არის ის, რომ გავიგებთ, გაქვთ თუ არა C ჰეპატიტი. როგორც ვიცი, მარტო C ჰეპატიტზე არ ხდება შემოწმება სისხლის, ხო? არა, კვლევა არის C ჰეპატიტზე და B ჰეპატიტზე. კვლევა საკმაოდ ძვირიანია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კვლევაში მოხვედრილი ადამიანები აბსოლუტურად უფასოა. და რამდენ ხანში ექნება პასუხი პაციენტს? რაღაც 1 თვის შემდეგ ექნებათ პაციენტებს. მოუთ ისეთ ძვირიანი და ნატიფი გამოკვლევა ტარდება სრულიად უფასოდ, ასე რომ მშვენიერი შანსია ჩვენი მოსახლეობისთვის. ქალბატონ თამარ, მოვრჩით პროცედურას? მოვრჩით. ხოდე დაახლოებით ერთ თვეში გეცოდინება ხარ თუ არა ინფიცირებული B და C ჰეპატიტის ვირუსებით. იმედი არ გვქონია. ჩვენც ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ამისთვის ანალიზი უნდა ჩავაბაროთ, რაც ჩვენ ძალიან კარგად გააკეთე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებულ კვლევას და ყურადღებით ველოდებით შედეგებს. მადლობა თქვენ. ფილტვის კიბო მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნური დაავადებაა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. ნამდვილად ფილტვის კიბოთი მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი გვხვდება, ვიდრე მსხვილი ნაწლავის, პროსტატი, საკვარცხლისა და ძუძუს კიბოთი ერთად აღებული. ფილტვის კიბო არის ძალიან ვერაგი დაავადება, რომელსაც ადრეულ სტადიაზე სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება, გვიან სტადიაზე კი მისი მკურნალობა უკვე საკმაოდ გართულებულია. როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ფილტვის კიბო მაშინ, როდესაც სიმპტომები არ გვაქვს, ასევე როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას და საერთოდ არსებობს თუ არა მისი მკურნალობის საშუალებები. ამ კითხვებზე დღეს ექიმები კი პასუხებთ. ფილტვის კიბოთი პირველ რიგში მწველები უნდა შევაშინოთ, ოღონდ მართლა უნდა შევაშინოთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი რისკი გაქვთ იმისა, რომ ეს სიმსივნე გაგივითარდეთ. და მოდით სტუდიაში ერთი მწველი მოვიყვანოთ, აუხსნათ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ის. მას ასე მიესალმეთ მომღერალი ანრი ჯოხაძე. მოგესალმებით ანრი. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. კარგია რომ სიგარეტით არ მოხვედი. თუ მოწიე უკვე. კი. აქ სტუდიაში პირდაპირ. კი, თავისთავად. როგორ ხარ? კარგად. როგორ მიდის შემოქმედების უკვე მეშინია მე თქვენი, ისეთი. ვისი გეშინი, ჩვენი? უნდა გეშინოდეს კი. ფილტვების ამბავში. წარიდალიე და მე მოგვიყავი ერთი როგორ მეგობრობს შენ და სიგარეტი და რამდენი ხანია ეს მეგობრობა გრძელდება.
13 წლიდან. ხო, მაგრამ მე უფრო ალბათ ვარ ესეთი პერიოდული მწეველი. იმიტომ რომ აი 2 წელი დავანებე თავი, მე 1 წელი ვეწეოდი, კიდე 2 წელი დავანებე, არ ვიცი, ეს რო შევკრიბოთ რამდენი გამოვა, მაგრამ რაღაცა განტვირთვის წლები მაქვს. იცი რა დაავადებებს იწვევს მოწევა, რომ ბუნებრივია იცი, აი მაინც ნუ გულსის ზარღვთა დაავადებებს რო იწვევს, ეს ვიცი. გამიგია რომ კანს აბერებს და ნუ აი ესეთი რაღაცეები. სიმსივნეებს ხო, იწვევს. იქ თავისთავად მე მგონი ყველაზე საშიში და თავარი ბომბა ეგ არის. უფრო ზუსტად რო ჩამოვთვალოთ და თავისთავადი რო არ იყოს რომელიმე დაავადება, ეს არის გულის დაავადებები, ანევრიზმა, ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, რომელიც ძალიან ცუდად წავდება მწველებში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ფილტვის კიბო. სტატისტიკურად ფილტვის კიბოს პაციენტების 90% მწველი გახლავთ. ჩვენ ალბათ ვკითხავ იმასაც, რომ არა მწველებსაც რომ ემართებათ და გაგვიგია ჩვენ ეგეთი ფაქტი. მაგრამ ეს არის შემდეგ 10000 არა მწველიდან მხოლოდ ერთს ემართება ფილტვის კიბო. და ისიც შეიძლება პასიური მწველი იყოს და იმიტომ აღმოჩნდეს ამ რისკში. და ასე რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე ხარ როგორც მწველი და თუ აცნობიერებ ამ რისკს, ანუ პერიოდულობა არ გშველის ამ რისკში. ხო, ნუ აცნობიერებ თავისთავად, მაგრამ მაინც ეწევ. ნუ ხო. მოკლედ, ფილტვის კიბოს მთავარი განვითარების მიზეზი ეს არის სიგარეტი, მოწევა, ამაზე შევთანხმდით. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდევ უნდა დავამატოთ აუცილებლად ჰაერი. ანუ რა ჰაერს სუნთქავთ. იმდენად დაბინძურებული არის გარემო და იმდენი მავნე აირი არის ჰაერში, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს კიბოს, რომ განვითარდეს და სამწუხაროდ ჟანგბადი მაღაზიაში არ იყიდება. ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ მცენარეები წარმოქმნიან ჟანგბადს, ამიტომ რაც უფრო მეტ ხეს მოვჭრით და რაც უფრო მეტ პარკს გავაჩანაგებთ, უფრო მეტი შანსი გვექნება იმის, რომ კიბო დაგვემართოს. ანრი, ფილტვის ანატომიის შესახებ თუ იცი რამე? ნუ ერთი ვიცი რომ ეს არის უნერვო ქსოვილი. არის თუ არა ეგრე? ნერვები არ ეშლება. კარგით, მოდით ახლა დეტალურად დაგიხსნით თუ როგორ მუშაობს ფილტვები და როგორ ჩდება ფილტვის კიბო. ამაში გრაფიკა დაგვეხმარება, შეხედეთ ეკრანს. ფილტვების ეს არის ღრუბლის მსგავსი ორგანოები, რომლებიც წილებად არის დაყოფილი. მარჯვენა ფილტვს აქვს 3 წილი, ხოლო მარცხენა ოდნავ უფრო პატარა მოცულობისაა და მხოლოდ 2 წილისგან შედგება. ეს იმიტომ, რომ ამ მხარეს გულია მოთავსებული და ეს გარკვეულ ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა. სუნთქვისას ჰაერი შედის ცხვირის გავლით და ეშვება ტრახეაში, ანუ სასულეში, შემდგომში იგი ბრონქებში გაივლის. ბრონქები გაიტოტებიან უფრო ვიწრო მცირე ზომის ბრონქიოლებად და შემდგომში სულ უფრო მცირე სასუნთქზებად. ამ წვრილ მილებს ალვეოლები ეწოდება. სწორედ ამ მცირე სასუნთქზებში ხდება ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მიმოცვლა. როგორც ამას გრაფიკაზე ხედავთ. ფილტვის სიმსივნის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც არის ბრონქების ლორწოვანი გარსიდან დაწყებული სიმსივნეები. თუმცა ფილტვის სიმსივნე შეიძლება ტრახეაშიც განვითარდეს, ბრონქიოლებშიც განვითარდეს და ალვეოლებშიც. ყოფილხარ როდესმე ექიმთან ფილტვის შემოწმების მიზნით? კი, თავისთავად. რატო თავისთავად? იმიტომ რომ ალბათ რეკორდული მაჩვენებელი გამაჩნია იმისა, ძალიან ხშირად ვარ დაავადებული ბრონხიტით, ფილტვების ანთებით. კონკრეტულად ეს ზონა შენთვის სუსტი წერტილია და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გადააგდა ეს ოხრობა. და რენტგენოსკოპია გაკეთებული გაქვს, რენტგენოგრაფია სურათი გადაგიგია? ვიცი რა სიმპტომები აქვს ფილტვის კიბოს დაახლოებით თუ გაგიგია რამე ინფორმაცია ამ შესახებ. არანაირი სიმპტომიც არ აქვს, აი უნერვო ქსოვილია რომ ზუსტად მაგიტომაც. გამარჯობა გაზაფხულო. ზარდასიწის ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აქვს. ნამდვილად ასეა, ფილტვის კიბოს უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები არ აქვს. ერთადერთი გზა რომ ფილტვის სიმსივნე ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ, ეს არის გულმკერდის პროფილაქტიკური რენტგენოგრაფია. თუ როგორ კეთდება დიაგნოსტიკა, ამას უფრო მოგვიანებით გეტყვით. ამ ეტაპზე კი უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ თუ მწველი ხარ, შესაბამისად დიდი რისკი გაქვს, რომ ჩამოგიყალიბდეს ფილტვის სიმსივნე და ამიტომ პროფილაქტიკური შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თუ კი მოხდა ის, რაც არ უნდა მოხდეს, კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმპტომებს ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს და ერთადერთი საშუალება რომ ეჭვი გაჩნდეს და შემდეგ გამოკვლევა გაგრძელდეს, ეს არის გულმკერდის რენტგენოსკოპია. თუმცა გარკვეული სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება შედარებით შორს არის წასული. ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს პირველი ხველა, რომელიც დიდხანს გრძელდება, არ იხსნება და მნიშვნელოვანი არის ხველის ტიპის შესვლა. ანუ ისეთი ხველა დაეწყება ადამიანს, როგორც ადრე არ ახასიათებდა. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეორე ეს არის სისხლიანი ამონახველი, ზოგჯერ ნახველში სისხლიან ჟანგისფერი შეფერილობის მასა არის ხოლმე, ესეც რა თქმა უნდა შორს წასულ შემთხვევებში არის. სუნთქვის უკმარისობა, ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი სერიოზული გართულება ამ ყველაფრის. შეიძლება იყოს ტკივილი მკერდის არეში, ესეც შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთ სიმპტომს. ძვლების ტკივილი, წონაში უმიზეზოდ კლება, ეს
რა თქმა უნდა, ყველა სხვა ონკოლოგიურ დაავადებებსაც ახასიათებს და თავის ტკივილი. ჩვენ გვინდა რომ ანდრის ძალიან ცხადად დავანახოთ თუ როგორია ფილტვის კიბოთი ცხოვრება. ამისთვის ერთი საინტერესო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. ვიცი რომ შენ გიყვარს ექსპერიმენტები და ეხლაც არ იქნები წინააღმდეგი ამ შემთხვევაში. სიამოვნებით. კი ბატონო, გადავინაცვლოთ სტუდიის მეორე მხარეს. ანდრე, ეხლა შევეცდებით ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომელშიც ფილტვით სიმსივნით დაავადებული ადამიანები ცხოვრობენ და უძლებენ. ეს გეცნობა? ეს არის ჯავშან ჟილეტი. ჯავშან ჟილეტი. მინდა რომ ეს ჩაიცვა. ძალზე მძიმეა. საკმაოდ გაგეხმარები. აბა, შენი აზრით ეს რამდენი კილოა? დაახლოებით 10-მდე, ხო? ცოტა მეტია, 12-ია, მაგრამ ნუ საკმაოდ მძიმეა მაგის ტარება. ეს ცხვირზე მოირგეთ თუ შეიძლება. გაუხრევოთ ეხლა ანდრი, თორე ეს ცოტია ესე. ცხვირით ვეღარ სუნთქვა, როგორია? პირით სუნთქვა როგორია? რა ვიცი. თქვა კომფორტული არ არის, ხო? არავითარ შემთხვევაში. აი ამითი რო ისუნთქო ეხლა, დაახლოებით. წარმოგიდგენია? მოემზადე. როგორია? როგორი შეგრძნება ეს ყველაფერი? დრო იწელება. თუ ჩერდება ნელ-ნელა. აი ამითი ცხოვრობენ ყოველდღიურად ადამიანები, ვისაც აწუხებს ფილტვის კიბო და ეს ყველაფერი არ არის და მინდა უფრო რეალური სურათი შეიგრძნო და გაჩვენო რა არის. და აი ხა აუცილებლად უნდა გამომყვე, ოღონდ ეს არ უნდა გამოიღო არც ერთ შემთხვევაში პირიდან და უნდა ისუნთქო მაგით. ყბილებით არა ესე. თუ შეიძლება აუდიტორიამ გავამხნევოთ ანდრი, მას პატარა ექსპერიმენტში მოუწევს მონაწილეობა და გავედით. ისუნთქებ ხოლმე ამით არ გამოიღო პირიდან. ეს არის ჩვენი კიბეები. ხშირად ხარ შენ აქ ასული ჩვეულებრივ ფორმაში, მაგრამ ეხლა ცოტა სწრაფი ტემპით და აი ამ ჟილეტით. წავედი, მოუმატე. აბა როგორ? ცოტა მოუმატე უფრო მეტად. როგორია ამოსვლა? არაჩვეულებრივ მდგომარეობაში. საშინელება იმედია ეს შენთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც გაკვეთილი იქნება, რომ არა სიგარეტს, რომ არ მოგვიწიოს აი ამ მდგომარეობით მთელი ცხოვრების გატარება. ნუ, რა თქმა უნდა, მთელი არა, შემცირებული ცხოვრება. მაგრამ წარმოვიდგინე ხომ მე რომ მოუწოდებ მწეველი რომ არ მოწიოთ. არა, პირველ რიგში შენ უნდა დაანებო მოწევას თავი და მე უნდა მოუწოდო მაყურებელს. დიდი მადლობა ანდრის, რომ იყო ჩვენთან ერთად, მიიღო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შენ მოწევას აუცილებლად შეწყვეტ. როგორც უკვე ვთქვით, ფილტვის კიბოსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სიმსივნის დროული გამოვლენა. თუ როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა, ამას სიუჟეტიდან ვნახავთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკა მედულაში დიაგნოსტიკის პროცედურას დაესწრო. მარტივი გამოკვლევა ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა ეს არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. პაციენტი იღებს რენტგენს, პასუხი არის მომენტალურად. ბრონხოსკოპია ეს არის მეთოდი, ენდოსკოპიური, ვიდეო ენდოსკოპიური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფილტვის სიმსივნური წარმონაქმნების დათვალიერება და ასევე მორფოლოგიური მასალის აღება, ანუ სიმსივნიდან ქსოვილის აღება, ეს არის ვიდეო ბრონხოსკოპიის მეთოდი. შემდგომი ეტაპი აუცილებელი ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია. ხორციელდება სიმსივნის ლოკალიზაციის, ზომის დადგენა, იმის დადგენა თუ ეს სიმსივნე როგორ კავშირშია ირგვლივ ქსოვილებთან, რადიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, ასევე მიღებული მორფოლოგიური გამოკვლევის ანალიზის შემდგომ იგეგმება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. შესაძლებელია თუ არა ფილტვის კიბოსგან გაკურნება, ამასთან დაკავშირებით სტუმარი ისაუბრებს, გთხოვთ მიესალმოთ კლინიკა მედულას ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოქირურგი პროფესორი დავით გიორგაძე. გამარჯობა ბატონო. წყალს შემოგთავაზებთ. ფახმარო წყალია, ძალიან გემრიელი და სასარგებლო. თუ შეიძლება გითხარით, რამდენად არის გახშირებული ფილტვის სიმსივნური დაავადებების შემთხვევები? წელიწადში 8 მილიონი ადამიანი იუპება ავტისებიანი სიმსივნეების გამო და მათ შორის სადღაც 1.3 არის ფილტვის კიბოს გამო გამოწვეული და მათ შორის კიდევ 1 მილიონზე მეტი გარდაცვლილების არის მწეველები. რომელ სტადიებში ხდება ხოლმე დიაგნოსტირება ძირითადად? ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოზე, განვითარებულ მსოფლიო ქვეყნებშიც კი სადღაც 50-60-70% ფილტვის კიბო გამოვლინდება დაავადების მესამე და უკვე მეოთხე სტადიაში. ძალიან სავალალოა და ამიტომ ფილტვის კიბოს მკურნალობის შედეგების შესაბამისად
სავალალო არის მთელ მოდი სოფლიოში. თავხსნათ მაყურებელს თუ რატომ ხდება ასე ფილტვის კიბოს დროს. ფილტვის კიბო ემართება ძირითადად წეველებს, მათთვის ხველა ნახველი ესეთი უჩვეულო ამბავად არ ითვლება და დიდად ამას ყურადღებას არ აქცევენ და სიმპტომები კი არის, მაგრამ ამას არ აქცევენ ყურადღებას. გადაფარულია, რეალური დაავადება. თვითონ ფილტვის სიმსივნის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ის არის ძალიან ვერაგი დაავადება. მისი შეიძლება თვითონ პირველადი სიმსივნე იყოს სადღაც პირველი მეორე სტადიის ან ძალიან მცირე ზომის და ამ დროს უკვე წინა პლანში გამოდის თავში მეტასტაზები, ძვლებში მეტასტაზები და პაციენტის მიმართვის დროს ის 80% უკვე მეოთხე სტადიაშია თითქმის საქართველოში. ცოტა ხანში ექიმები თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ. ეწეოდით. ნახე გადაცემა, შემდეგ ჩავაქრე და აღარ მოვწია. დამირეკა და მითხრა, რომ არასდროს აღარ მოვწერ თამბაქოს. გადავიდეთ მკურნალობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში დიაგნოზი ისმება და გასაგებია რომ რთულია უკვე ამ პაციენტების მკურნალობა, მაგრამ რაღაც საშუალებები სამკურნალოდ მაინც არსებობს და რითი შეიძლება ვანუგეშოთ და რა მეთოდები არსებობს ფილტვის კიბოს შემთხვევაში მივაწოდოთ. ფილტვის კიბოს მკურნალობაში ის სამი ტრადიციული მეთოდი, რაც ონკოლოგიაშია, სამივე გამოიყენება: ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და სხიური თერაპია. ადრეულ სტადიაში მკურნალობა შეიძლება მხოლოდ ქირურგიული იყოს და შესაბამისად პაციენტს მეტი მკურნალობა აღარ დაჭირდეს. შემდგომ უფრო შორსწასრულ ფორმების დროს აუცილებელია ჯერ მკურნალობა დაიწყოს კონსერვატული მეტოდებით, როგორიცაა ქიმიოსხიური თერაპია, შემდგომ გადავიდეთ ოპერაციაზე და შემდგომ ისევ დაუბრუნდეთ ქიმიოსხიურ თერაპიას და აი ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად აუცილებელი არის პირველ სტადიაში გამოვლენა დაავადების, როდესაც შეიძლება მხოლოდ ქირურგიული მეთოდით შემოვიფარგლოთ. ძალიან მარტივია, ერთმა რენტგენოგრაფიამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანები. მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, თუ თქვენ მაინც მწვერვალები ხართ, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ 2 წელიწადში ერთხელ ერთი რენტგენოგრაფია გაიკეთოთ აუცილებლად, იმიტომ რომ წეველი თავისთავად რისკის ჯგუფშია ფილტვის კიბოს განვითარების. და არა მარტო წეველი, და თუ მინდა გითხრათ, დღევანდელი ეკოლოგიის პირობებში, აი ჩვენ ქალაქებში, მეგაპოლისებში განსაკუთრებით, როდესაც ამდენი გამონაბოლქვი, ამდენი ტოქსინი და მავნე ნივთიერება და ხეები და სიმწვანე როგორც მოგი კატასტროფულად იკლებს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ესეც თავისთავად ძალიან დიდ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ფილტვის სიმსივნის განვითარებას. ისე არა მარტო ფილტვის, სხვა სიმსივნეებისას და მით უმეტეს ფილტვების. მკურნალობის ქირურგიული მეთოდი ვახსენეთ წეგან და იმის გათვალისწინებით თუ პროცესი რამხელა ფართობზე არის გავრცელებული, შეიძლება ფილტვის მხოლოდ სეგმენტის ამოკვეთა გახდეს საჭირო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფილტვის სრული ამოკვეთა ან კიდევ დამატებით სხვა სტრუქტურების მოცილება ხდება და ასეთ ადამიანს შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს. მეტნაკლებად შეუძლია ჯობია რომ ისეთი ოპერაციები გაკეთდეს, ოდესაც ეს ოპერაცია იქნება დამზოგველი და მე დავამატებდი რომ აი ჩვენს კლინიკაში დანერგილია ესეთი ეგრეთ წოდებული თორაკოსკოპიული ეს თანამედროვე მეთოდი, რომელიც დროსაც გუნკერდის დიდი გახსნის გარეშე შეიძლება მცირე ჩარევით მოხდეს ფილტვის კიბოს მცირე, ანუ ის პირველი სტადიის დაავადებების განკურნება ქირურგიული მეთოდით, რაც არ მოითხოვს დიდ ოპერაციულ ტრავმებს და შესაბამისად ეს ეკონომიურადაც უფრო ხელსაყრელია პაციენტისთვის. ახლა მე მგონი სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ, რომელმაც დროული დიაგნოსტიკა გაიკეთა და ზუსტად ამის წყალობით გადარჩა ეს ადამიანი. ეს ბატონი დავითის პაციენტია, მას 2 წლის წინ ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. პიანისტი. ბევრ ადგილას მუშაობ. მე მოდოს მოხდი რადიოში 20 წელია მე აქ მუშაობ. პროფილაქტიკური გამოკვლევის შემდეგ აღმოაჩინე რომ მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე. წარმოვიდგინეთ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი ჩემი ოჯახი. გთხოვთ მიესალმოთ ბატონი კონსტანტინე სვანიძე. მოგესალმებით, ეხლია, მეცკოტებია. საბრძანდით. მინდა გითხრათ, რომ ჯამთელად გამოიყურებით და დიდხანს უნდა იყოთ კიდევ ჯამთელად, მირთვით წყალი და გითხარით, რა პრობლემების წინაშე დადექით 2 წლის წინა საერთოდ რა მოხდა? მე საერთოდ მოწესრიგებული პიროვნება ვიყავი და თავის დროზე ასე ვსგავ მივხედე ჯამთელობას. ეწეოდით? 45 წელი. წელიწადში ერთხელ დავიწყე პროფილაქტიკური გამოკვლევა. და პასუხი ხდებოდა მშვენიერი. ერთხელ რენტგენოგრაფიის დროს რენტგენოლოგმა გამაყენა ფაქტის წინაშე რომ მარცხენა ფილტვის ზედა წილში პერიფერიული კიბო. ნუ კიბო არ უცქია, მაგრამ წარმონაქმნი. კომპიუტერული ტომოგრაფია გავაკეთეთ და მithეს რომ 1-3 თვე ვაცადოთ თუ მოიმატაო საოპერაციო არის თუ არ მოიმატა, ესე იგი ადრე იყო რაღაც ანთებითი პროცესი და იმან დატოვა რაღაც ასე ვთქვათ ლაქა და
ნუ მე ეს სამი თვე რასაკეთებდით? არაფერი, თამბაქოს აგზელებით. ეწევოდი რაზე ლაპარაკი. მოიმატა 3 მმ-მა და გახდა 2 სანტიმეტრი და გაკეთდა მარჯვენა მხრივ გვერდითი თორაკოტომია, ანუ თორაკოტომია კონკრეტის გახსნა მეოთხე ნექტაშუა სივრცეში, როგორც მოგახსენათ, სიმსივნე იყო ზემო წილში და გაკეთდა იმ ზედა წილის რადიკალური ამოკვეთა. ეხლა რენტგენი რო გავუკეთოთ, მას ვერც მიხვდებით, რომ მას ნახევარი ფილტვი მოშორებული არის. ეხლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მისი დაკვირვება, ეს ყველაფერი ექიმების უკვე ევალებათ, ასე ვთქვა, თქვენ რას აკეთებთ? მოწევასთან დაკავშირებით როგორ არის? საერთოდ ამოვშალე მეხსიერებიდან რა. ეს არის ბომბი. ძნელია სიგარეტისთვის თავის დანებება. თუ შეისწავლის თითოეული მწეველი, რას ეწევა და რა მოაქვს მას ჯანმრთელობისთვის, დაანებებს კი არა, ისე კარგად დაანებებს, რომ მეტი არ შეიძლება. ყოველგვარი გაჭირვების და ზედმეტის გარშემო. თავისუფლად დაანებებს თავს. და მინდა მოგახსენოთ, როდესაც ვერ ვშვიდობებოდი ბატონ დავითთან, მოვდიოდი კლინიკიდან სახლში, კითხე ბატონ დავით, ამიერიდან როგორ ვიცხოვრო მეთქი მე უთხრა. როგორც აქამდე ცხოვრობდი, ისე იცხოვრებ. მხოლოდ არ დაუბრუნდე იმას, რამაც კინაღა მომოკლა. ამას კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები გქონდა. გავიგეთ, რომ არ უნდა დაუბრუნდეს ადამიანი იმას, რამაც შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ანუ სიგარეტს, მაგრამ ყველა დაავადების შემთხვევაში არსებობს მითი და რა თქმა უნდა ფილტვის კიბოც არ არის გამონაკლისი და ახლავს მას მითები. ექიმები ყოველთვის ცდილობთ, რომ დავამსხვრიოთ ეს მითები. მე მგონი უკვე მიხვდით, რომ გადაცემაში მითი და რეალობის დრო არ ეკითხოთ, მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები და გამოიცანეთ. მითია თუ რეალობა, რომ რეგულარული ვარჯიში აამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. დარბაზის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რეალობაა, თუმცა რამდენიმე მითის ვერსიაც გამოიკვეთა დარბაზში, წინამძილეში ეს არის რეალობა. რეგულარული ვარჯიში დაახლოებით 20 ან ცოტა მეტი პროცენტით აამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. პრინციპში ეს გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ვარჯიში აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციონირებას, მისი აირაციას და როდესაც ყველაფერი გამართულად მუშაობს, რა თქმა უნდა, საფრთხეს ნაკლებია. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რჩევებს ჩვენს მაყურებელს, თუ როგორ უნდა მოახდინოს დაავადების პრევენცია, ამ შემთხვევაში რჩევა ცალსახაა, არ მოწიოთ. ეს არის უპირველესი მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანს დაემართოს ფილტვის კიბო. და თუ პლუს ივარჯიშებთ, ეს უფრო მეტად დაგიცავთ იმისგან, რომ ეს დაავადება განვითარდეს. მწეველებისთვის მექნება ერთი რჩევა, როდესაც შეეცვლებათ მათ ხველის ხასიათი, აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს. ეს ხასიათი იგულისხმება მისი ინტენსივობა, სიძლიერე, აი დღისით უფრო ხშირად აქვთ, ღამე უფრო ხშირად აქვთ. მწეველებმა დაანებონ თავი მოწევას და არა მწეველებმა არ დაიწყონ. და მინდა გავამთავრო, მინდა ვსაუბრობ, რასაც დროზე მიხედავ, ყველაფერი კარგად თავდება. ძალიან კარგი, მე ეს დავამატებდი კიდე რომ მწეველები ჩვენთან ძალიან უკულტუროდ იქცევიან, ეწევიან იქ, სადაც სხვა არ ეწევა. ეს კიდე უფრო უამავნებლობა და დამატებითი დარტყმა, მე მგონი ბატონი დავითის დამეთანხმება ამაში, რომ სულ არ ამწეველი რო ხარ და იმყოფები მწეველთან ერთად ოთახში, ეს პრაქტიკულად იგივეა, რომ შენ თამბაქოს მომხმარებელი ხარ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, პირველ რიგში თქვენ, იმიტომ რომ ასე თამამად და ჯანმრთელად მოხვედით ჩვენთან და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი კარგად იცხოვრებთ. თქვენ არაჩვეულებრივი მაგალითი ხართ იმისა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია თუ დროულად და სათანადოდ მიხედავთ მას. ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა, იცხოვრეთ ჯანსაღად, არ მოწიოთ სიგარეტი და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. სოფლიო თამბაქოს გარეშე ასეთია დღევანდელი დღის სლოგანი. უკვე მე-18 წელია, რაც მთელი მსოფლიო 31 მაისს თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და დღეს ჩვენი გადაცემაც სიამოვნებით უერთდება ამ დღეს. ჩვენ პირველივე გადაცემიდან ვეწევით ანტინიკოტინურ კამპანიას, იმიტომ რომ ექიმები ვარ და ზუსტად ვიცით რა მავნე ზემოქმედებები აქვს ნიკოტინის ადამიანის ორგანიზმზე. ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით. ჩვენ დაახლოებით 2 თვის წინ მთელი გადაცემა მიუძღვენით თამბაქოს და სიგარეტს და გითხარით უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი. იმ გადაცემის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მოგწერა Facebook-ზე და გვირეკავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ მათ მართლა დაანებეს ჩვენი გადაცემის შემდეგ თავი მოწევას. ან მათმა ოჯახის წევრებმა, ან მეგობრებმა დაანებეს თავი მოწევას. ეს მართლა ძალიან მაგარი შედეგია, არ მეთანხმებით მეგობრებო. ალბათ მარტო ამიტომ ვის გადაცემის კეთება, რომ მივიღოთ ესეთი შედეგები. რამდენიმე ასეთი ადამიანი დღეს ჩვენთან სტუდიაშიც მოვიდა და ძალიან მიხარია, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან. გთხოვთ მივესალმოთ ოვაციებით ამ ადამიანებს. აი ჩვენი დონეზე. მე აღარ ვეწევი.
ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. მინდა გკითხოთ მაგალითად თქვენ რამდენი ხანი ეწეოდით და როგორ გადაწყვიტე რომ დაანებო თავის სიგარეტს? დაახლოებით 5 წელი ვეწეოდი და ექიმების შემდეგ გადავწყვიტე რომ დამანებებინა 12 წლის ასაკში დაიწყე სიგარეტის მოწევა? არა, 23-ის ვარ სულ. გადაცემა ნახე და მეორე დღეს აღარ მოწიე თუ როგორ რა დიახ, მოხდა? გადაცემა ვნახე, თუნდაც მანამდეც ვცდილობდი. ნახე გადაცემა, შემდეგ ჩავაქრე და აღარ მოვწიე. რა იყო ის აი კონკრეტული მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინა, აი რაც ჩვენ გადაცემაში მოისმინე? თუნდაც იმან, რომ არასასიამოვნო სუნია, არის ქალზე მოქმედებს ძალიან ცუდად, კანზე, ნუ პირის ღრუზე, კბილებზე. აბერებს. უბრალოდ ვთქვი და აღარ მოვწიე. თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა რომ ყურადღებით ვუყურებთ ჩვენს გადაცემას. აბა, თქვენს მიხარით. ჩემო მეუღლემ რაც ნახა თქვენი გადაცემა ეთერში, დამირეკა და მითხრა რომ აი გამორიცხულია. მე არასდროს აღარ მოვწერ თამბაქოს და ამან ისეთ კომფორტში ჩაგვაგდა ორივე და ისე გაგვაბედნიერეთ. ანუ ორივე ეწეოდით? არა, ჩემ მეუღლეც მაგრამ მე ძალიან წუხდი ამის გამო, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ცუდი ეს გარემო, სადაც სიგარეტის ბოლი და კვამლია და შესაბამისად სულ ვეუბნებოდი რომ დაანებო, მაგრამ აი სანამ ეთერში არ იყო თქვენი გადაცემა და არ მოგისმინათ თქვენი დიდი ნდობა აქვს ამ გადაცემის მიმართ, თქვა რომ მე აღარასდროს აღარ მოვწერ და უკვე მას მერე ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი მეუღლე ყავს და ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი ყურადღებით უსმენთ ჩვენს გადაცემას. თქვენ ძალიან მაგარი მაგალითები ხართ იმის რომ სიგარეტისთვის თავის დანებება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუნდაც აი ამ წუთს, აი ახლა შეიძლება, ასე რომ დაანებეთ თამბაქოს მოხმარებას თავი და ზუსტად 1 კვირის შემდეგ უყურეთ ექიმებს უკვე როგორც არამწეველებმა დროებით.